საღამოშვიდობისა. ეს არის TV პირველი, მე ეკა ჩხეიძე ვარ და კვირა საღამოს კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ადამიანი, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესია სოციალურ ქსელებში. მის რჩევებს უსმენს და ითვალისწინებს უამრავი ადამიანი. რატომ და როგორ მოხდა იგი საქართველოში, რა ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების, რატომ იძლევა რჩევებს თანაც უსასყიდლოდ, რატომ არღებულობს პაციენტებს და ასე შემდეგ ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებ დღეს ჩემ სტუმართან, რომელიც არის ინდოეთიდან. არუნ ხათრი არის დღეს ჩემი სტუმარი. მადლობა რომ დამითმე დრო. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ კარგად გიცნობ, იმდენს გიყურებ. და ისეთი არ ვიცი, მიმდევარი ვარ აი თქვენი მეცნიერული თუ რა ქვია, არ ვიცი, აი მეცნიერების დონეზეა ხო ეს თქვენი? კი. საქმიანობა. მე იმედი მაქვს რომ თქვენი YouTube აუდიტორია ძალიან დიდი ყურადღებით მოგვისმენს და შემოგვიერთდება და თქვენი ცხოვრების შესახებ ბევრ ისეთ ინფორმაციას შეიტყობს, რაც აქამდე ცნობილი არ იყო. სანამ საუბარს დავიწყებდე, წყალი მინდა შემოგთავაზოთ. თის წყალი, ვინ თუ არა თქვენ, ყველაზე კარგად იცის წყლის მნიშვნელობა. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და ადამიანის ორგანიზმისთვის რამხელა ფუნქცია აქვს. თან ბრომატის გარეშეა მთის წყალი. რამდენლიტრს წყალს თვამ დღეში? როცა მომწყურდება მაშინ. როცა მოგწყურდება. მესწრებს რომ როცა მომწყურდება და ვის როგორ თხოვს ორგანიზმი, გადასარევ. და კიდე ერთ რამეს დავამატებ. მთის წყლის ეტიკეტზე, ბოთლის ეტიკეტზე გამოჩნდა ახალი ლოგო. მთის წყლის და საფეხბურთო კლუბ პარის სენ-ჟერმენის ერთობლივი ლოგოა ეს, რაც ძალიან საამაყოა. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს და სრულ სანდოობას მის მიმართ. მე მინდა რომ ხარი დაუჭიროთ სპორტს, ახალ ინოვაციებს და ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ნამდვილად სასიხარულო და მოსალოდნელი ამბავია. მოდი დავიწყოთ ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა ყოველთვის. პირველად როდის შეიტყვეთ საქართველოზე საერთოდ, აი საქართველოს შესახებ. როდის გაიგეთ? 2010-ში პირველად. ეს იყო 6 თვეა ლაპარაკობდი ჩემი მეუღლეა და მე გადავჭყვიტე რომ საქართველოში უნდა მოსულიყავი სანახავად. ინტერნეტით გაიცანი? დიახ. და სრულიად შემთხვევით? კი, შემთხვევით. მანამდე არ ვიცოდი საქართველოს, ერთი ჯორჯია ვიცოდი, ესეც ამერიკა. და იმის მერე მოვედი 2010-ის ჯამთარი იყო. იმის მერე ისინი იყვნენ წასული ინდოეთში. ჩემი მეუღლის ოჯახი. თამთა ხო? თამთა ქვია. ანუ თამთას გამოჩენამდე არაფერი იცოდით საქართველოს შესახებ? არა. ხოლო ჯორჯია ამერიკა. ჯორჯია. არა, ვიცოდი პატარა ქვეყანა არსებობს, მაგრამ ესე არ ვიცოდი, რომ ეხლა მე უნდა წავიდეთ იმ ჯორჯიასი, sadაც ყველა ესე ფიქრობს, რომ ჯორჯია უფრო ამერიკის, კი. მაგრამ ეხლა უფრო იციან, ყველა მიცი საქართველოს შესახებ, იმიტომ ამ ბოლო 10-15 წელიწადში ბევრი რამე შეიცვალა. იმიტომ საქართველოს სპორტის იმაზეც ბევრი მედლები და უკვე იცის საქართველოს შესახებ. სახელი გაითქვა. უფრო მეტად. აი, თამთამ რაც მოგიყვათ საქართველოს შესახებ, ხო, სანამ ინტერნეტით ურთიერთობით. გაამართლა ამან ისეთივე შთაბეჭდილება დატოვა უკვე რეალურად. სიმართლე რო გითხრა, იმ 6 თვეს ჩვენ ქვეყნებზე არ ვლაპარაკობდი. არა. ჩვენზე ლაპარაკობდი. ქვეყანაზე არ გაცნობდი. არა, ქვეყნებზე. იმიტომ თამთამ უფრო იცოდა ინდოეთი, ყველაფერი იცოდა ინდოეთის შესახებ და მე უკვე მაინტერესებდა თამთა და თამთა რა არის, უფრო მეტად ოჯახი ეს ყველაფერი. რომ მოვედი, მე ნახე თვითონ ქვეყანაც როგორი იყო და მე როგორი შთაბეჭდილება და აქა ვარ და ეგ არის. დარჩი და ყველაფერია ნათქვამი, ხო? დიახ. გადაწყვეტილება სხვა ეროვნების ქალზე დაქორწინებაზე ადვილად მიიღე? ის ადვილი იყო ჩემთვის კი. არ იყო ძნელი, არც ოჯახისთვის, არც ჩემთვის. იმიტომ ადათ მიიღო ოჯახმაც? კი. და იმიტომ სხვაობაც ვერ ვნახე ძალიან დიდი არ იყო. იგივეა ოჯახის სტრუქტურა საქართველოსიც დაახლოებით ესეა. ხო, მაგრამ სხვა კულტურა, სხვა ტრადიციები, რელიგიური ყველაფერი განსხვავდება და
არა აქ როცა ადამიანი ერთმანეთს უყვარს ხარ ეს შუაში არაფერი არ არის თამთას ოჯახიდანაც არ შეგხვედრიათ წინა არანაირი არანაირი ძანადვილი იყო ყველაფერი ძალიან კარგი ბედი იყო ესე იგი შეიძლება ბედი იყბალი კი საერთოდ რთულია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურის და რელიგიის მიმდევარი ადამიანების დაოჯახება მე მგონი ეს ინდივიდუალურია ჩემთვის არ არის შეიძლება მე ბავშვობიდან ვსწავლობდი სხვაგან ჩემთვის ძალიან ადვილი იყო გარეთ მისულა ჩემთვის დღესაც არ გძნობს გარეთ ავარ იმიტომ სულ გარეთ სხვა ისეთი სკოლაში ვსწავლობდი გარეთ არ მოდიოდი სახში არ იყო ჩემთვის რთული ეს გადაწყვეტილება რომ მივიღოთ სხვა ქვეყანაში ვარ არადროს არ გძნობს რომ მიჩვეული იყავით კი არ ვიყავი რომ ეხლა შობელი და ეგეთი რამე სკოლა ეგეთი ცხოვრება გვასწავლა რომ ეს დამოკიდებული უნდა იყო და ესეთი რამე მოხდა მოგიწიათ საკუთარი ქალაქის ქვეყნის დატოვება ხო აი რაღაცა დათმობებზე ხომ წახვედით ამ სიყვარულისთვის რთული არ იყო არ იყო რთული არ მინდა ნუ ზოგი ხოი ზგაპრებს იყებაო მე ისე ვიტირე და რაღაც არაფერი ძალიან კარგად ვიყავი სულ არაფერი არ გენატრება არაფერი არ დღესაც არ მენატრება ნუ შობლები არიან მე მივდივარ ისინი მოდიან უკვე სხვა არ არის ერთი საათი გინდა რომ გადაწყვეტილება მიიღო მივდივარ შო პირდაპირ ფრენებია თუ ვინმე მოგენატრებათ ხო ისინი მოდიან არიან თვითონ თქვენი ისინი მოდიან ეხლა წამოსვლები არიან ჩემი მამა დედა მოდიან ხშირად ინტერნეტი არის მობილურია ყველაფერი უკვე ძალიან მოკლეა ეს ყველაფერი ოჯახის წევრებს გაგვაცნობ ვინ არიან ოჯახში მყავს დედა მამა ძმა რძალი და ძმის შვილი ეს არის პატარა ჩვენი ოჯახი არ უნატრობ რომ ჩემი ქვეყანაში რომ შეიძლება ჩემი ქვეყანაში არ იყო ეს პატიცემა ჩემთვის მართლა ხო როგორც აქ საქართველოში აი ქართველ მეგობრებსა და იქაურ მეგობრებს შორის რა განსხვავებაა ჩანაცვლება მოახერხეს ქართველ მეგობრებს იცი რა არის ბევრი მეგობრები იქაც არ მყავდა და ნუ აქაც ძალიან ლიმიტირებული წრეში ვარ იმიტომ ისევე ეს სკოლის ცხოვრება ესეთი იყო იქ სხვანაირად იყო დამოკიდებულება რომ ნუ ძალიან ეგეთი წინ უნდა წავიდე ამის ეს ანუ იქ თვითონ მეგობრებაშიც ეგეთი იყო რა ანუ წინ მიდიხარ ეს ჩემი მეგობარის არ წინ არ წავიდე რაღაცა ეგეთი ცხოვრება იყო ნუ მეგობრები მყავს მაგრამ წრე არ არის ესეთი დიდი რომ ერთი გუნდია 10 მეგობრები ერთად უნდა დაჯდე საუბარი ესეთი არაფერი ავი ინტერნეტი კომპიუტერი წიგნები ოჯახთან ლაპარაკი დედასთან მამასთან მიყვარს საათობით დაჯდომა და ლაპარაკი ეს არის ჩემი ცხოვრება შო თუ არ არის ბავშვებთან დაჯდომა ლაპარაკი მაგას გირჩევნიათ უფრო დაუთმო დრო ხო რა თქმა უნდა დიახ თამთა რას საქმიანობს თამთა ეხლა ჩემთან არის დატოვა თავისი პროფესია ანუ ისწავლა ბენკინგი ანუ ბენკინგი ერთ-ერთი უნივერსიტეტში ბენკ საბანკო საქმე ხო საბანკო საქმე მაგრამ ეხლა ჩემთან არის და ვასწავლე ეს რაღაცები და მეხმარება ჩემი საქმეში დღეს უახლოესი მეგობარი ვინ არის ადაურე ქართველი ინდოელიც არის და ქართველიც ერთმანეთს იცნობენ კი იცნობენ ძალიან კარგი კი ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად ეს თამთას დამსახურებაა ხო თამთას და თვითონ არა მარტო თამთა ვისაც ველაპარაკე ამა 15 წელიწადში თითო ქართველი ვისაც ველაპარაკებოდი ის მისწორებდნენ ბევრი სიტყვები აი ესე ისწავლეთ ზეპირად ხოლმე ზეპირ მარტო აი თუ თიქუში სავით რომ სმენით დიახ მარტო სმენით მე არადროს არ დამზარვარ ძალიან საინტერესოა შეხეთაშორის აი მე მყავს მეგობრები რომლებსაც ყავთ თქვათ მეუღლეები უცხოელი ну ზოგს ფრანგი ზოგს გერმანელი მაგრამ იმათ ძალიან გაუჭირდათ ენის სწავლა იმიტომ რომ ძალიან რთული გრამატიკა აქვს ქართულს დამწერლობაც სრულიად განსხვავებული არც ერთს არ გავს და ვერ ისწავლეს და ლაპარაკობენ თავის ენაზე თქვენ ხო შეგეძლოთ თქვა თქვენი ვიდეოები ჩაგეწერათ ინგლისურ ენაზე და ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები უმრავლესობისთვის რატომ არჩიეთ ქართული კომუნიკაცია არა კონტენტის რას ესახება ეს კონტენტის საჭიროება იყო ძალიან დიდი გაუგებრობა კვების მიმართულებით ხო არ იყო ეგეთი კონტენტი
ბევრი კი ვიდეოებია და უაძრო რაღაცა. ეს საჭირო კონტენტი იყო ხალხისთვის, რომ რაღაცა ჩემ მერე კი არის ბევრი დაიწყოთ ბევრმა ის ჩია, მიაზე ლაპარაკი, სელზე ლაპარაკი, ადრე ცია, სელი არავინ არ ჭამდა. ბევრი რამე ნუ დაიწყო ეს კაია. და ინგლისურად რო ჩავწერო, იგივე დარჩებოდა საქართველოს. და მაგიტო უფრო ისწავლეთ, ხო? ქართველებზე რა შეგიძლიათ გითხრათ? ძირითად ნიშან-თვისებებს, აი როგორ დაახასიათებთ ქართველებს? რა ვიცი, თბილი ხალხია. ისე, ანუ პირდაპირ 5 თუთში შეუძლია, რომ ხო, დაგი მეგობრდე, ანუ ოჯახის წევრივით 5 თუთში. ეს მარტო ორი ქვეყანაში არსებობს, ინდოეთში და საქართველოში. ხო, მართლა. სხვაგან არ არის ეს. მე ვიცი, მე ვარ ბევრი ქვეყნებში წასული, ევროპა მინახია, ავი სხვადასხვა ქვეყნებში. მარტო იქ ინდოეთში შეიძლება ეს, რომ მიდიხარ ქუჩაში, არ იცნობს არავინს და რაღაცა, გაგიჭირდე და ის ადამიანი დაგეხმარო და ეს შეიძლება, რავი, მომავალში ისე დაგიმეგობრდე, რომ ოჯახის წევრი გახდე. მაგანაც გაგიადვილათ ალბათ აქ ურთიერთობა, ხო? მე მგონი ინდოელი ვარ, იმიტომ ესეთი ანუ ესე გამიადვილდა ეს ყველაფერი. ეს გერმანელისთვის ადვილი არ იქნება, ის გერმანელია, არც იტალიელებისთვის არ იქნება, ევროპელებისთვის. სხვა რამეს არიან მიჩვეული კი უფრო სხვა რამე უნდა, იმას სხვა რამე. ის არა. ეს სხვა რამეა, სხვა ფილოსოფია მაგათი. საქართველოს კუთხეები გაიცანით? საქართველოში იმოგზაურობთ. დაახლოებით ყველგან ვარ ნამყოფი. დაახლოებით კი. რომელი უფრო მოგეწონათ? ყველაზე ლამაზი? კუთხე? რაჭა. რაჭა. დიახ. რაჭა ყველაზე ლამაზია. ნუ ჩემი არ ეჭკინო ეხლა სხვა რაიონის ადამიანი. ნუ კახეთი თავისთავად სხვანაირად ლამაზი და დიდარია, მიწა და ყველაფერი. იმერეთი თავისთავად, მაგრამ ყველას თავისი ხიბლი აქვს. კი, მაგრამ რაჭა ლამაზია. ხა. საკუთარ სამშობლოდ, ესე იგი, მაინც რომელი ქვეყანა მიგაჩნია? საქართველოში ცხოვრობ და არსად არ ვაპირებ წასულა სხვაგან. აქ ვიქნები. ქართულ სამზარეულოზე რა სიტყვით მოგწონთ? ისევ ესე ხმერული მიყვარს, რომელი რაჭული საჭმელია. კი. მაგრამ აი რაც შეეხება ჯანმრთელ კვებას, ხო? აი თქვენ რასაც ძირითად ყურადღებას აქცევთ. ქართულ სამზარეულოსთან ვერ მეგობრობს, ხო? რატო? ძალიან კარგი საჭმელებია და ძანსაგია, არჩევა უნდა მარტო და ცოტა გასწორება იქ. მაგიდას რო უყურო სუფრას. ხო. ყველაზე ძანსაგი სუფრა ვთვლით მე. ყველაზე ჯანსაღი სუფრა ქართული. გინდა ინდურს სამზარეულოს რო შეადარო. ხო. იქ კი ბატონო გემრიელია ინდური სამზარეულო, მაგრამ ძანსაგი არ არის. მე რო ჩემი თვალით რო ნახო, ხო. გემრიელია, მაგრამ ძანსაგი არ არის. იმიტომ სრული არ არის, სრული კომპლექტი არ არის. რომელიც უნდა იყოს ნახშირისწყლები, პროტეინი და ეს ბოჭკო ყველაფერი. იქ პროტეინის ნაკლებობა. საქართველოს სამზარეულოში ყველაფერი არის, მაგრამ აქ პრობლემა რა არის? აქ კიდე უკუგმად ირჩევს ხალხი ჭამა, თვითონ არჩევა. იქიდან რა უნდა ჭამო. ეგაა პრობლემა. თორე ყველაფერია. ხორცი არის. ხორცი არის, პროტეინი არის. კვერცხის გაკეთებული ყველაფერია, ბოჭკო არის, იმდენი ბოსტნეული მოდის, ყველაფერია, რა არ არის. რას ჭირდება, ყველაფერია. აბა პრობლემა რაშია? რასთან უნდა ჭამო? კი, და როდის ჭამო? და რამდენი? პური, ეს პური რო არის, ესაა პრობლემა, კი. თეთრი თუ არა აქვს? სომეული, რასაც არის, ხორბალი არ არის კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კრონიკული დაავადებები, მეტაბოლიკ ეს დაავადებები ყველაფერი ამ პურის გამოა. ერთი რამეს რო დატოვო, მარტო 3-4 თვეში შეიცვლება ადამიანის ბევრი პრობლემები, მარტო კვებით. პური საერთოდ უნდა ამოიღოს ადამიანმა. უნდა ცადო, უნდა ამოიღოს. თეთრ პურზეა ძირითადად. პური საერთოდ შეიძლება ნელ-ნელა ამოიღოს. ან ბოლო უნდა ჭამო. ჯერ უნდა ჭამო ბოსტნეული, მერე ხორცი, თუ ჭამს ადამიანი და ბოლოსკენ უნდა მიიღო ეს პატარა ნახშირისწყლები, რასაც არის ცომეული. ანუ ხაჭაპურიც ეხლა თუ გშია, ძალიან გშია, თუ ჭამე ცომეული და ხაჭაპური, კატასტროფაა, ეს არ არის, ძალიან მავნეა. მაგრამ თუ ჭამე ჯერ ბოსტნეული და
მიაკოლე ხორცი და ბოლოს ერთი ნაჭერი ქაჩაპურიც რო ჭამო, ეს უკვე სწორია. ხინკალი. მაინც. იგივე პრინციპით ხინკალის ჭამა შეიძლება. ხო. მესმის. ქართულ ღვინოზე რას გეტყვი? მოგწო? კი. ხშირად სვა? არა, ცოტა. ღვინო იმდენად მე. თეთრი თუ წითელი? უპირატესობას თეთრი. თეთრი. დრაი, ეს მშრალი. მშრალი. კი. მოდი, ცოტა პირად ცხოვრებაზე გადავიდეთ. ორი გოგონა ყავთ. ტყუპები, ხო? დიახ. ქართულ სკოლაში დადიან. დიახ, დიახ. ქართულად საუბრობენ კარგად. მარტო ქართულად საუბრობენ. ინდური არ იცია? არა. ნუ ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობენ. ცოტა. ეხლა დაიწყოთ. კანდაკან შობლები რომ მოდიან, მაგათმა ისწავლენ. ჩვენი პირველი ენა საქსი ჩვენ ქართულად საუბრობ. რას ლაპარაკობ? ჩვენი პირველი ენა ქართულია. უკვე მე ინდოეთშიც რომ მივდივარ, იქ ემოციები როცა ქართულად გამომდის. შვილებზე რას მომეყვები? 12 წლისები არიან, ანა მარია სახელი ქვია და რა ვიცი, კარგად სწავლობენ, მე მგონი ჯერჯერობით. ნახოთ. მისდევენ თქვენსავით, აი ამ თქვენს. კი, უნდა. ორივეს უნდა ექიმი რო გამოვიდა. კარგიც არის ეს პროფესია, რომ თავისი ექიმი არის ერთ-ერთი პროფესია, რომელიც თუ თავის საქმე გულით რო გააკეთო, ბევრი შეიძლება შეიცვალოთ ეს გარემოწვენი. ექიმს შეუძლია ეს. თქვენი შვილები ითვალისწინებენ ამ თქვენ რჩევებს? აი ესე ჯამრთელად იკვებებიან? ჯამრთელად საქმეში კი, იმიტომ მე არ ვაძლევ საშუალება, რომ ჩვენი მაცივარში ან სამზარეულოში იყო არაძანსაგი პროდუქტი. ჩვენ შაქარს არ გვიდულობ, პურს არ გიდულობს, ხანდახან კი რაღაცა ბავშვია საჭიროა, მაგრამ არ არის. რაღაც ვიდეო მაქვს, ნანახი ხე გამახსენდა, ბავშვებს სკოლაში კონტეინერით ატანდით საჭმელს. კი. მაგრამ ვერ გავაგრძელებ მაგის საქმე. რატო? იმიტომ არავის არ მოაქვს და ბავშვები არ წავიგებო. სხვებს როგორც მოაქვს თქვა ფული ხო საჭმელად? ხო, ფული და ქაჩაპური და იგივე პრობლემა. დღეს ბავშვები ინსულინ რეზისტენტობის პაციენტები არიან. დღეს 10-12 წლის ბავშვები ინსულინის რეზისტენტები არიან, რომელიც სანამ 20 წლის გახდებიან, პრედიაბეტი იქნებიან და 30 წლამდე უკვე დიაბეტი იქნება, ეს პანდემია სავით გაგრძელდება დიაბეტი. კი, ჩვენი ქვეყნისთვის მართლა საფრთხეა დიაბეტი. ქორბალი ძალიან შემოვარდა ჩვენი მაგიდაზე. ეს ტვინსი აძლევს кайხასიათი ჭამის მერე და იმიტომ მიეჩვიათ ადამიანი ამ ქორბლის ჭამა. რეფენერებული რო ჭამს ფუილით გაკეთებული, ცომეული, ეს არ მარგა. თქვენი შვილების მომავალი საქართველოში როგორ წარმოგიდგენიათ? ექიმები იქნებიან ალბათ. ფიქრობს რომ უნდა ისწავლო კარგად, არა აქვს მნიშვნელობა რა იქნებიან, მაგრამ განათლებული უნდა იყოს ადამიანი, განათლებული მოხალხე ქვეყნისთვის ის არის. საჭიროა. უნდა ისწავლო. სხვა გზა არ არსებობს. წინ უნდა წავიდე ადამიანი, განათლება. არა, მაგას არ ნიშნავს რომ ადამიანმა იმ განათლებით მერე ესეთი პროფესია უნდა შეარჩიო, რომ ფული უნდა იშო. არა. ადამიანი როცა განათლებულია ის თვითონ ყველა ტუტს გრძნობს სხვანაირად. როცა განათლება მიგებულია, განათლებულია თავის თავში. კი. საქართველოში არის კარგი განათლების მიღების საშუალება, როგორ ფიქრობთ? ეხლა გაჩნია რა პროფესია. ეხლა მე რომ ცანცი ხონდე რომ ჩემი ბავშვი ექიმი, ექიმი უნდა სწავლობა, მე რომ ცანცი ხონდე ექიმი უნდა იყო ინდოეთში უნდა ისწავლო. ხო? კი. ინდოელები რატო ჩამოდიან აქ? ის ვერ აბარებენ იქ ის მოდიან. ვინც ვერ ჩააბარა, ის მოდის, ნალიხია დარჩენილი, კაი, კრემი, ძევით, რასაც ხარისხიანი ტვინია, ის დარჩა იქ. მართლა? კი. 70,000 წლიური ადგილია. ინდოეთი აძლევს სოფლიოს 70,000 წლიური მაგარი ექიმი. და ესენი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ჩააბარე, მიდიან მერე სხვა ქვეყნებში. უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვიყვებით აიურვედას შესახებ?
საიდან მოდის ეს რამდენად პოპულარულია ინდოეთში და რატომ დაიწყეთ და რატომ დაინტერესდით ამით? აიურვედა არის ყველაზე ძველი მედიცინა. და ეს 1000-ობით წლიდან მოდის ეს ყველაფერი, ეს კვება და ეს რაღაცა. ტრადიციული მედიცინაში თუ რამე პრობლემა პირდაპირ მაგისი რაღაცანაირად თუნდა შეაჩერო რაღაცა წამლით. აიურვედა კურნალობს ადამიანის ეს პრობლემა საიდან მოვიდა. დღეს თუ მოდის ადამიანი მე მესაუბრება და მე იმ ადამიანს ვეუბნები დილით რა ჭამე. შენ რას ჭამს? გუშინ რა ჭამე? ღამე რომელ საათზე დაიძინე? ცხოვრება, ანუ ტრადიციული მედიცინაში თელი დღე 8 საათი ექიმი რომ მუშაობს, შეიძლება 60 კაცი ნახო, ან 40 კაცი კონსულტაცია სწრაფ. აიურვედას ესე არ არის. აიურვედას შეიძლება 1 საათი დაჭირდე ერთი ადამიანთან საუბარი და მაგის პრობლემის მოგვარება. დეტალურად უნდა გამოგიდე. და რა სხვაობა კიდე? ტრადიციული მედიცინა ეუბნება ეს წამალი დალიე, აიურვედა ეუბნება ეს არის საშუალება, რომელიც დაგეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ მე სია მოყვება, ეს არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, როდის უნდა ჭამო, რა დროს უნდა ჭამო, მზე სად არის, ლოკაცია, ეს ფილოსოფია ცოტა გრმა. რომელიც ცოტა ეზარება ადამიანის გაკეთება. და შეიძლება აიურვედა იმდენად არ განვითარდა, როგორც ტრადიციული მედიცინა. მარტივია, ერთი ადამიანს დღეს დიაბეტი გამოჩნდა, ერთი წამალია, ის დალევს და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრება. მაგრამ აიურვედა მე გარანტიას ვაძლევს, აგერ ტელევიზიაში თუ დღეს გამოჩნდა ვინმეს დიაბეტი, მოვიდე ჩემთან და არადროს წამალი არ დაჭირდება. კვებით გარეგულირებს? მარტო კვებით არეგულირებს ნებისმიერი ეს არა მარტო დიაბეტი, სიმსუქნე, ინსულინის რეზისტენტობა და 1000 რამე. ქოლესტერინი. იქიდან მოდის ეს ყველაფერი. კვებით მოვიდა ეს პრობლემა, კვები გასწორებით წავა. თუ დაიწყეთ იმ პრობლემისთვის წამლის დალევა, ბოლოს ერთი წამალი, 2, 3, 4, ბოლოს ჩანთებით დადიან შიგნით წამლებია და ეს არის. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყველა დაავადების სათავე მაინც არასწორი კვებიდან მოდის? დაახლოებით 90%. 90% დაავადება lifestyle, ანუ ცხოვრების წესის პრობლემა, რომელიც თუ დაავადება ვთქვათ გენეტიკურია, თუნდაც დიაბეტი, მაინც იკურნება ვთქვათ სწორი კვებით? კი ბატონო, იკურნება. ჭამით ხდება ადამიანი ცუდად. ეს საწმელი ჭამითვე შეიძლება გაასწორა ეს პრობლემა. გენეტიკა რატო? ანუ შობლები, ანუ მამას აქვს დიაბეტი. ხო. იგივე ოჯახში გაიზარდა ბიჭი. ხო. იმასაც აქვს დიაბეტი. ხო. ბრალობს გენეტიკას, ხო? მაგრამ ეს რატო არ უკურებს, რომ რას მამა ჭამდა, იგივე ჭამს შვილიც, იმ ოჯახში იგივე ტრიალებს. იქ არის პრობლემა. ოჯახში არის პრობლემა, რომელიც იმან უნდა გაასწორო, რომ მე მაგათი ბავშვი, რომ მე კიდე არ დააბრალოთ, მე გენეტიკური მაქვს. ხო. კი, მასეა. დღეს თუ აქ თმის წვენა, ვიღაცას თმის წვენა დაიწყო მაგარი. ეს უკურებს პაპა ჯემი მელოდი იყო, მე მაინც მელოდი გავხდები. მაგრამ იმან თუ შეიცვალა თავისი კვება და ეს ყველაფერი, შეიძლება 15 წელი კიდე გააგრძელო ეს შეიძლება დამელოდე, მაგრამ 10-15 წლის გვიან. შეაჩერებს პროცესს. რა საინტერესოა, კვებით თმის წვენა შეიძლება შეჩერდეს? რატო არა? პროტეინია, ეს კერატინი არის, პროტეინია. თუ ჩვენ შევჭამ კარგი საწმელი, სტრესი დაბალი იქნება, კაი ძილი იქნება, შენელდება პროცესი. რა თქმა უნდა, ეს უკვე მე ისე კი არ ვამბობ, ეს კვლევებია ჩატარებული, რომ კი, შესაძლებელია. და აი ესე ჯანმრთელი კვებით ადამიანმა რა ხანგრძლივობით შეიძლება იცოცხლოს? კი. რამდენი ხანი? აი დასაკამდე ვინც მისდევს აიურვედას? დაახლოებით 100 წელი უნდა იცხოვროს ადამიანმა რა. ესეა გაკეთებული ორგანიზმი. ხო, მაგრამ რას სუნთქავთ და ის საკვები რა ხარისხის არის, ხო აქვს მაგასაც მნიშვნელობა? ხო, მაგრამ ხო გეუბნები, არჩევა უნდა. აჰა. არის საშუალება, რომ არჩიოთ.
საჭმელი, რომელიც ადამიანი არ დავადდე მალე. თქვენ რამდენი ხანი მოუნდით აი ამ პროფესიის დაუფლებას? უნდა ახლობით 6 წელი უნდა რომ ადამიანმა ეს ყველაფერი რა იმის სკოლის გახსნას ხო არ აპირებთ სასწავლებლის? არა. არანაირი კურსები არადროს არ ვაპირებს. არა. ეს არის ჩემი ბიბლიოთეკა, ჩემი არხი, ეს იქნება ბიბლიოთეკა. ნუ ეხლა ოჯახია და ყველაფერია, ადამიანი საქმიანობს, ხან რაც, მაგრამ ეს კურსების ჩატარა და რაღაცები უფრო კიდე იქივე მივდივარ. მე თუ იქით წავედი, მაშინ იმას ვეღარ გააკეთე. იმიტომ ადამიანი იტალიაში ძის, რომ ელოდება დღეს არუნის ახალი ვიდეოში რა ინფორმაცია იქნება. ის მე იქნება დატოვილი ესე, რომელიც ძერჯერობით მე არ ვაპირებს. ვიცი რომ დღის განმავლობაში ასობით კითხვას იღებ და უამრავი ადამიანი გწერთ და განსაკუთრებით ხშირად მაინტერესებს რა თემებზე გთხოვენ რჩევას. ეხლა მე ჩემი ბრენდი შევიქმნეთ, Herbal Healing ქვია მაგას, ჩემი ბალახეული, ანუ რას უნდა ჭამო ადამიანმა, რომ ვერ შეჭამ იმ შევფუთე კაფსულებში, რომ მიიღო ადამიანმა ეს ყველაფერი. რასაც საკვებიდან ვერ ღებულობ, საკვების დანამატი. ნუ იქ რომ ადამიანი მოდის, ყველაზე მეტი ადამიანი მოდის შებირილობა და დიაბეტი. ძირითადად? ორი პრობლემა, ყველაზე მეტია საქართველოში შებირილობა, საჭმელი ჭამა და გაიბერა. და დიაბეტი. ორივე კვების პრობლემა. ეს კვება უნდა გასწორო, კუცნაწლავში არ არსებობს კარგი ბაქტერია, იმიტოა. სულ ჭამს ტკბილეული, პური და ნახშირის წყლები. ანალიზებს იკეთებენ და ისე მოდიან თქვენთან. უნდა ჯერ დიაგნოზი დაისვას, ხო? არა, დიაგნოზი, ეხლა ჩემი დიაგნოზი ლაპარაკია. 15 თუთი მინდა რომ დიაგნოზი გააკეთო ადამიანს, რომ ნუ ყველაფერისთვის არა, მაგრამ შემიძლია 1-15 თუთი რომ ველაპარაკო. დიაგნოზი იქვე დაგისვათ რისი პრობლემაა. იმიტომ თქვენ ხარ თქვენი ექიმი, თქვენი ორგანიზმი, თქვენზე მეტი არიც. სიმპტომები გაძლევს თქვენი პირველი სიმპტომი. კი. პირველი სიმპტომი კანი გაჩვენებს. კანში მოდის ეს პირველი სიმპტომი, რისი შიგნით რა ხდება. მე მინახავს ესე ამოწმებ, წყალი გაკლია თუ არა, ხო, ორგანიზმში. მე მაკლია, ხო? ნელა წავიდა. ანუ დატენიანებული უნდა იყო კანი უნდა იყო დაატენიანებული. ხო, მაგრამ თუ არ წყურია არ დალიო და აბა თუ არ წყურია? ხო, მაგრამ არ იყო პრობლემა, კარგად წავიდა კანი მაინც. კი. ყველაზე უცნაური შეკითხვა, თქვათ, ან თხოვნა, რაც მიგიღიათ პაციენტისგან. მე გარანტიას ვაძლევს, მაგალითად ტელევიზიაში. ვიცი რომ დღის განმავლობაში ასობით კითხვას იღებ. ჩემი ქვეყანაში არ იყო ეს პატიცემა ჩემთვის. ყველაზე უცნაური შეკითხვა, თქვათ, ან თხოვნა, რაც მიგიღიათ პაციენტისგან. რავი, ბევრია. ანუ უცნაური კითხვებია, იმიტომ ნახე ადამიანი, რომელიც იმედით მეტი აქვს. ზოგი დადის ამ პრობლემებში და ეს იმედი მაინც იქნება არუნს აქ მაგისი გამოსავალი. მაგრამ პრობლემა ეს არის, რომ ცოტა ჩემი თეორია და პროცესი არის ცოტათი გრძელი. თუ მომიყვება ადამიანი, იმ ადამიანმა მარტო ვიდეოთი, ბევრი დაავადების კურნალობა საქშივე გააკეთა. ჭარბი წონაზე ლაპარაკიც არ არის, ხალხმა 30 კილოც კი დაიკლოთ. ასაკოვანი ადამიანმა 80 წლის ადამიანებმა დაიწყო კვება სწორი და დაიწყოთ დაიკლოთ წონაში. მაგრამ ჯოგი ეგეთი ადამიანია, ფიქრობს რაღაცა ერთი ტაბლეტი მოიტანს, რაღაცა მე დავვლებ და კარგად გავხდები. უცებ უნდა შედეგი. კი, ესაა პრობლემა. თუ არა დრო ჭირდება. ორგანიზმი ჭირდება დაახლოებით 90 დღე რომ დაიწყოთ იკურნალო თავისივე პრობლემა ნელ-ნელა შეგნიდან. აი თქვათ რაღაცა ტაბლეტს სვამს ხომ და თქვენი მეთოდით რო გამოიყენოს არ შეიძლება პარალელურად? თუ უნდა დაანებოს მედიკამენტებს თავიდან? არა, არ უშლის. ერთმანეთს არ უშლის. არა, ეს ბალახეული
მედიკამენტი თქვი თუ დანამატი ან ვიტამინი არ უშლის, მაგრამ გაჩნია. ბევრი ბალახი ეგეთია, რომელიც ათხელებს სიცხლს. თუ იგებს ადამიანი ეგეთი წამალი უკვე კიდე ათხელებს, რომელიც ერთად არ შეიძლება. ერთად მე არ შეიძლება. ეს მე წერს ვიდეოებში, ვისთვის რა არ შეიძლება. ანუ ყველაფერი ყველასთვის არ არის. ერთი შარვალში ყველა არ ეტევა. და გვერდითი ეფექტები ისინი არ აქვს, გვერდითი ეფექტი. არა, ძალიან ცოტა პროცენტია. ახლა გვერდის ეფექტი შეიძლება წყალმაც მოქცეთ, თუ ბევრი დალია. თავის ტკივილები. რა ტიპის გვერდითი ეფექტები შეიძლება ქონდეს ზოგადად თქვენ მედიკამენტებში? შეიძლება ბალახეულს ალერგიული ხარ და ალერგია მოქცე. ანუ ესეთი ეფექტი არ იქნება, რომ ადამიანმა გულის პრობლემისთვის დაიწყოს რაღაცა ერთი ბალახეული ვიტამინი ან დანამატის მიღება და გაფუჩდე გვიძლი. ეგეთი რამე არ არსებობს. გვიანია, ნელა მუშაობს, მაგრამ კარგად მუშაობს. ბოლომდე იკურნება. ნელა ვთქვათ რამხელა დროს მოიცავს? აი ნებისმიერი ბალახეული, ანუ არის ბალახი ეგეთიც, რომელიც ერთი პირველი მიღებაშიც კარგი ეფექტია. შეიძლება არც იმუშაოს ზოგი ადამიანი, ინდივიდუალურია. ეგეც მე ექსპერტთან როცა ხან ეს შეცვლა უნდა, ხან ესე უნდა, ცოტა და ხანგრძლივად შეიძლება მიღება? კი. ხო არა? კი. აი სულ თქვა. გვერდით მოვლენს ეფექტი არ არის. სულ შეიძლება, მთელი ცხოვრება შეიძლება. ზოგი მეკითხება, კურსი რამდენია? კურსი არ არსებობს, ეს არის საჭმელი. თქვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს, რომ ეს ხან ერთი, ხან მეორე დანამატია ეს, რომ საჭმელით ვერ იგებს, ჰაერი გაბინძურებულია, რომ თქვენ ცოტა დაიცო ეს ყველაფერი. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანის რაღაცა პრობლემის განო დაიწყოს დალა. ნებისმიერი ადამიანმა შეიძლება დალიო. ეხლა გვიძლის კომპლექტი რომელიც არის, იქ შეიძლება თქვენს დალიო. მე სვავს. წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ ჭირდება ჩვენი ნებისმიერი მიხედვა. ანუ როცა სწორედ ვერ იკვებები, ეგ გეხმარება და უფრო მარტივი მეთოდია, ვთქვათ ეს დანამატები. გვიძლისთვის ერთია, თირკმელებისთვის ერთია, მაგის გაწმენდა რო გაკეთდე წელიწადში 2-3-ჯერ. ეგეთი კომპლექტები გვაქვს. ისედაც სასურველია, რომ არ ჭირდეს ადამიანს არაფერი, ხო? პრობლემა რო არ შევქმნე. გვიძლის ხო, რა თქმა უნდა, სანამ პრობლემა მანამდე უნდა დაიწყო დალევა, რომ პრობლემა არ მოიმატო. და ეგეთი კომპლექტები გვაქვს გულისთვის, კარგი ქოლესტერინის რო კარგი იყო, გულის ფუნქციები კარგი იყო. ნუ ბალახეული მცენარეულებმა, რასაც მოქცა ძალა. ეს გვაქვს კაფსულებში ჩადებული. მაგრამ ალბათ რაღაცა ვირუსულ ჰეპატიტს და იმას არ ეხება ხო რაღაც სერიოზულ? არა, ეხლა თუ აქვს ვინმეს ჰეპატიტი, იმ პრობლემის მოგვარებაში ეს დანამატი დაეხმარება. გვიძლის დამცავია. ხო. კი. ჩვენი მაყურებლისთვის რამე განსაკუთრებული რჩევა ხომ არ გაქვთ? კი, არის რჩევა, რომელიც მე მგონი ყველა მიცის, რომ მე ეს რჩევა პირველად მივცემ, რომ დაიწყოთ ბოსტნეულის ჭამა. ყველამ უნდა დაიწყოს. პირველი ბოსტნეულით რომ დაიწყო დილასაც ხო ეგეც რაღაცა შეგავათი იქნება ჯანმრთელობისთვის. თუ დღესვე ჯერ ჭამე ბოსტნეული, მერე ჭამე სხვა საჭმელი. ესე თუ დაიწყეთ, მერე ნახეთ თქვენი თვითონ ორგანიზმი 3 თვის მერე სხვანაირი იქნება. ესეც პატარა რამეა. ძალიან პატარა რამეა, ბოსტნეული დაიწყეთ და დაამთავრე ნებისმიერ. ხო, კიტრი პომიდორი დილით. კი, კიტრი პომიდორის, ბოსტნეული, სხვადასხვა სალათა, რაღაც სალათის ბურცელი, ხახვი, ყველაფერი. რამდენი გამომწერი გყავთ, იცით? სრულად ყველა. სრულად. ხო, დაახლოებით მილიონამდეა ყველა ქსელს. ერთად და ყველაზე მეტი აუდიტორია Facebook. Facebook-ი. კი, ნახევარი მილიონი. პირველად როდის დაიწყეთ ვიდეოები? არა, TikTok-ზე დავიწყე, მაგრამ იცი რა არის, TikTok-ზე არა ვარ იმდენად აქტიური. იმიტომ ერთ წუთში მე არ შემიძლია რა მის თქმა. ეს მოხდა ერთი ვიდეო გაუვარდა და ეს თვითონ შეიძლება ეს ჩემი ბედი იყო, რომ ესე უნდა და ეს ყველაფერი, რა ვიცი. ესე უნდა მომხდარიყო. მომხდარიყო შეიძლება. მე ჩემ ბავშვებთან ვისაუბრობდი, მეთქი კონტენტი შექმნა მინდა. საიდან დავიწყოთ არ ვიცი. საიდან დავიწყო არ ვიცი. თორე მე ჩემ ბავშვმა ერთმა მითხრა, თმიდან დაიწყე, თმა. ყველას პრობლემა აქვს. თმისცვენა. თმისცვენაზე დაიწყეთ. ჩემი პირველი ვიდეო თმისცვენაზე იყო ზუსტად.
და მე პირველი ვიდეო ანუ გავაკეთე ეს TikTok-ი ვიდეო მოვithავს არც ვიცოდი რა როდის უნდა დავპოსტო არაფერი ესე თქვი რაღაცა თმის ჩვენა როგორ უნდა შეაჩერო და ისა ავტვირთე და წავედი ბავშვებთან სკოლაში მივიყვანე ბავშვები რომ მოვედი გაგვსენი 40 წუთში 60,000 ნახვა ქონდა როგორ მეთქი საიდან ეს სწრაფად მე არ მჯეროდი ყველა 1 წუთში 100 დაიმატებოდა გამომწერი ანუ ის პოპულარული გახდა ეს ვიდეო და იმის მერე ანუ კიდე დავანებე იმის მერე კიდე 1-4-5 დღე არაფერი არ ვაკეთებდი კიდე დავდე ერთი ვიდეო ისიც ანუ მე მივხვდი რომ საჭირო კონტენტია არ არის ხალხს აინტერესებს იმიტომ home remedies ანუ საქში რასაც პატარა შეიძლება სუნელები როგორ უნდა გამოიყენო საჭმელი როგორ უნდა გამოიყენო საჭმელი წამალია და ეგ იყო ჩემი კონტენტი ერთი რამ აინტერესებს კიდე აი ეს თმისცვენა რისგან არის არა აქვს მნიშვნელობა ვთქვათ რა მიზეზით არის ეს ბევრი რამეა დღეს ადამიანმა ანუ ის დანამატები იმის მიხედვით არის ხო გააჩნია რის გამოა თმისცვენა ხო თმისცვენის მიზეზი ბევრია ხო ამის მიხედვით შეიძლება დღეს გაბრაზდე ადამიანმა ძალიან სტრესია ღამე არ დაიძინო კარგად და ხვალ დაბანის დრო 100 თმის მაგივრად შეიძლება 500-600 გერი ჩამოვარდე მზე არ არის D ვიტამინის კატასტროფული ნაკლებობა ყველას ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია თმისცვენის უხარისხო შამპუნები წყალი რომელიც კრანის წყალი მოდის იქ ქლორია ესეც ერთ-ერთი დიდი მიზეზია საქართველოს თმისცვენის ბევრი მიზეზია ხო აი საქართველოში რაღაცა უფრო ისა აქვს პრობლემა თმისცვენის ძალიან დიდი პრობლემაა და ნუ მე გენეტიკურად არა მაქვს თმისცვენის პრობლემა მაგრამ რას ეხლა მამაჭემის თმის ხარისკი და მოცულობა უფრო მეტია ვიდრე მე. იმიტომ აქ წყალზეა, აქ ბანაობს, იქ ქლორია წყალში მომატებული. ეგ არის მიზეზი, დიდი მიზეზია. იმიტომ ქლორის ფილტრით შეიძლება გამოიყენო ადამიანმა. ხო, და მაგანაც შეიძლება უშველო. კი. ბევრი რამე ძალიან ცხელი წყლით არ უნდა დაიბანო. აქ საქართველოში 12 თვე ცხელი წყლით ბანაობს ადამიანი. თბილი წყლით უნდა იბანაო. ეგეთ არის. ბევრი მიზეზია. პაციენტები არ ყავთ? რატო არ იღებთ პაციენტებს? პაციენტი, იცი რატო არ ვიგებ? იმიტომ მინდა რომ პაციენტი არ გახდე ადამიანი. როგორც პაციენტი. მე დრო არ მექნება. იმ 9 მილიონი ადამიანისთვის დრო არ მექნება. მე რო დავიწყოთ სადმე დაждდე და დღეში 10 ადამიანთან დაველაპარაკო, მე დარჩება ეს რომელი ხალხი 2 წელია რომ ყველაფერი უსმენს და წემი იმედი აქვს. საგამოთი 8 საათი. ანუ ძალიან დიდ დროს უთმობთ ხო ამ ჩარტვებს? კი, 8 წუთიანი ვიდეოსთვის შეიძლება მე 8 დღე ფიქრობ, 8 დღე ვემზადები, 8 დღე მჭირდება მაგისი ესე არ არის რომ დავждდე და 8 წუთი ვისაუბრო. ბევრი კითხვა, ბევრი, ანუ სწორი, იმიტომ მე ვიცი მე რასაც ვეუბნები, იმას წავა ადამიანს და გააკეთე. ეს დიდი ის არის, ჩემთვის ძალიან ფრთხილად ვარ მაგისთვის, რომ არასწორად ინფორმაცია არ უნდა მიცემ. ხო, რა თქმა უნდა. და ინდივიდუალურად იმიტომ ადამიანს ნაკლებად ისე კი ველაპარაკები, მაგრამ ჯგუფური ვიდეოები უფრო არის, რომ იმ მიმართულებით, იმ ასაკით ადამიანმა ყველამ ნახო და ის თავის პრობლემები, რომელიც მომავალში შეიძლება მოვიდე, მოაგვაროთ კვებით, გასწორებით. თქვენი პროფესია ექიმობაა, ხო? კი, აიურვედის ექსპერტი, რომელიც აიურვედის ბევრი თებია. არის აიურვედის ექსპერტები, რომელიც იოგა მაგისი სპეციალობა. არის მასაჟი, ერთ სხვა ფთა არის მასაჟები, ვინც მასაჟი აკეთებს. არის ერთი კვება, ვედიკური. ეხლა მე რა გავაკეთე? ნახეთ, როგორც ვიკავი მე საქართველოში, მე ვიცოდი თავიდანვე აქ ეს ტიპიური ინდური კვება არ გამოვა. რაღაცა გზა ვნახე. მაგისი პრინციპი ცოტა
აქ რასაც კარგი არსებობს, ეს კოქტეილი გავაკეთე და მიქსინგი გავაკეთე და ერთი ეს კვება ყოველთვის მე მზად მაქვს, რომელიც ჩემი ყველა ვიდეოშია, პლუს ეს ჩია, სელი, საქში რაღაცა მარილი როგორ დალიო, როგორ როდის თავისთქი, ადვილი ჰოლისტიკური მედიცინა ქვია მაგას, რომ რაღაცა აკლოს გააკეს ყველაფერი, როგორ უნდა გამოიყენო, ეს უნდა იცოდე ადამიანმა მარტო. შო, ეგლა ქორცი წამა მე არ ვაგრძალებს, იმიტომ ქორცი არ არის პრობლემა, ქორცი მავნე არ არის, მავნე რასაც არის, ეს ვეუბნები. ქორბალი არის ყველაზე მავნე პროდუქტი ადამიანის ზამთრობისთვის, რასაც არსებობს დედამიწაზე და ჩვენ კიდევ ვაფუჩებს მაგას, რომ ვაფილტრებს კიდე. ქორბალი სხვილად რო ჭამს ადამიანი კი ბატონო, მაგრამ რეფინირებული უმაღლესი ხარისხის რო ეძახიან თეთრი, რას თეთრია ეს უფრო მავნეა. რას თეთრი შაქარიც მათ შორის. კი, და მეორე ყველაზე მავნე პროდუქტი რეფინირებული ჯეთები. ეს ორი რამეც რო მოაშოროთ, კარგი იქნება. ისე ინდური პროდუქციით რო შეგექმნათ ეს დანამატები, კვებითი დანამატები? ეს ყველა ინდური პროდუქტებითა, ინდური ბალახებია ეს ყველა. იქ გავამზადეთ ინდოეთში. იქაურია. იქაურია, დიახ. ანუ ქართულთან მიქსი მხოლოდ კვების იმას ეხება. მარტო კვება. იმიტომ აქ რას არსებობ? იმიტომ ინდოეთში სხვა ამინდია. ინდოეთში ძღვასთან ვინც ცხოვრობს, ეს ჭამს თევზი. აიურვედა არ აგრძალებს იმ ადამიანისთვის თევზი, იმიტომ ამინდის, ბუნება მესე შეექმნა ის ადამიანი, რომ თევზი წამო. იმიტომ იქ ძღვა არის. სადაც მოდის თოვლი, იმ ადამიანს რო უთხრა მარტო ბოსტნეული ჭამე და ქორცი, ის ადამიანი უკვე ზამთელი არ იქნება. იქ ამინდი როგორია, იქ კლიმატის მიხედვით უნდა იკვებო ადამიანმა. მაგრამ შეიძლება იმ ადამიანისთვის არჩევა ეს ჩემთვის სუდია, ესთვის კარგია. მე ეს ვცდილობს მარტო რომ უთხრა ჩემი ვიდეოებით ეს სუდია, ეს კარგია. მე მგონი ვაკეთებ და კიდე გავაგრძელებთ მაგის გაკეთება. ნახოთ. ერთ შეკითხვას დავსვამ, რომელიც ალბათ ჩვენს მაყურებელს ძალიან აინტერესებს. აქტუალურია ჭარბი წონა და ჭარბწონასთან ბრძოლა. აი უმოკლესი გზა რა არის წონაში დასაკლება? მარტივად და სწრაფად როგორ შეიძლება თუ საერთოდ შეიძლება წონაში დაკლება? ხორბალი გავიგეთ. ორი რამეა, იგივე ბოსტნეულით საჭმელის და იწყება მეორე სიარული. სიარული არის ფიზიკური დატვირთვა. არა, სიარული. მარტო სიარული. ვარჯიშობს ადამიანი დარბაზებში, იმ ადამიანზე მეტი შეიძლება წონის დაკლება გააკეთო ადამიანი, მარტო სწორად იკვებო და სიარული. მარტო იარო. რამდენი მაგალითად? თავიდან 3000 ნაბიჯი შეიძლება 5-6-1000 ნაბიჯამდე და უფრო სწრაფად წონა იკლებს, როცა სწრაფად მიდიხარ, მერე ნელა მიდიხარ. სწრაფად ტემპი რო იცვლება. ტემპი რო იცოდ. ერთი ტემპით არ უნდა გააკეთო. სწრაფად, მერე ნელა, მერე სწრაფად, მერე ნელა. თქვენ ვარჯიშობთ ხო? დიახ. ბევრს. ყოველდღე ვცდილობ ვარჯიში 1 საათი. აი ადამიანი რას გრძნობს, როცა ჯანსაღკვებაზეა? უფრო არ ვიცი, სიმსუბუქეს. არა, ნახეთ, როცა სწორი კვებაზე ადამიანია და ძამთელია, როცა უკურებს სხვა არაძამთელი ადამიანს, რომელიც ირგვლივ ტრიალებს. აი თითო ადამიანში, ეხლა მე რადგან ეს ვიცი, რომ აგერ ადამიანის წემი თვალის წინ მიდის, ამას რა პრობლემებია? მე ვიცი. აბა მეც მითხარით რა პრობლემებია? თქვენ არა გაგჯერჯერობით არ ჩანს ეგეთი პრობლემა. სწორად იკვებები? რაღაცა ჩანს, რომ ვცდილობს, რომ სწორად იკვება. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი რა არის? ჩემი ცხოვრება, რა ვიცი, სტაბილური, არადროს არ მოხდა რა რაღაცა ეგეთი, რაიმე რაღაცა მოხდა. ჩემი საქართველოში მოსულა იყო, ანუ ძალიან მიხარო და როცა მოდიოდი აქ საქართველოში. და ეს პატარა და სიყვარულს მოყავდით საქართველოში, რაც თავარი. ეს 10-12 დღე პირველი კაია. კაი იყო, ძალიან კაი იყო ჩემთვის. იმ 10 დღემ შეიცვალა მე ჩემი ცხოვრება. 10-12 დღე?
ხო, პირველად რომ მოვედი, დაახლოებით 12 დღე ვიყავი. ხო. და ეს 12 დღე იყო, რომელიც მე ცხოვრება შეიცვალა. ამ 12 დღემ გადაწყვიტა. დიახ. თავარი ამბავი ანუ რა არის? ჩემი საქართველოში მოსულა თავარი ამბავია. აჰა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის. ესეთი ქართულისთვის, კარგი რჩევებისთვის და წარმატებას გისურვებ თქვენ და თქვენს ოჯახს. გაიხარე, მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მე მაყურებელს მომავალ კვირამდე ვემშვიდობები. ეს იყო არუნ ხათრი, ჩვენი ინდოელი სტუმარი. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად.